ხალხია საპოვნელი და თბილისშიც საპოვნელი ყავს. თბილისში რამოდენიმე ადამიანს ალბათ გავიყვანთ საკრებულოში. ნახოთ ჩვენ შორის ის ხალხი, რომელიც დაიკავებს საკრებულოს სიებში ადგილს. იცით რომ ჩვენ 4-ნი ვინც პარლამენტში ვიყავით, არ ვაპირებთ რომ საკრებულოს და თვითმმართველობის არჩევნებში ზოგადად მონაწილეობა მივიღოთ. ახალ პოლიტიკოსებს უხსნით ამით ერთგვარად კარებს, იმიტომ რომ პარლამენტში ეგრევე მოხვედრა რაღაცნაირად ესეთი ამბავია რა, ცოტა დიდხანს გიწევს მე ასიმილაცია და მიხვდე რა როგორ მუშაობს. იმაზე უკეთესი გზაა რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რაღაც პატარა წარმატებას მიაღწიო, რაღაცა გამოსვლები იქნება, მაგაში ვარჯიშო, კარგი სავარჯიშოა რა თვითმმართველობის არჩევნებისა, რომ თუ იმე აპირებთ პოლიტიკოსობას, იმაზე კარგი გზა რომ თვითმმართველობის არჩევნებით სადმე მოხვდეთ და მე იფიქროთ პარლამენტარებაზე, მაგაზე კარგი გზა არ არსებობს, ასე რომ მოგიწოდებთ, შემოგვეხმიანეთ, ვისაც გინდათ, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში, ალბათ სოფლებში და პატარა დაბებში ვერ მივიღოთ მონაწილეობას, იმიტომ რომ თუ გასვლა არ შეგიძლია რა აზრი აქვს, ნახავთ სად ქონდა საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი რეიტინგით მინიმუმ ერთი კაცი გავიყვანოთ და იმ ადგილებში მოუწევიათ. იდეაში თქვენც გეცოდინებათ, თუ სადმე რეგიონიდან გვიყურებთ, რამდენი ხმა ავიღეთ თქვენს უბანზე და თუ საკმარისი რაოდენობა იყო 4-5%-ის თუ ავწდით, აუცილებლად შეგვეხმიანეთ, თუ თქვენც გინდათ მოხვდეთ საკრებულოებში.